მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება, რას გრძნობს, როდესაც ფიქრობს ჩემზე. დღეს გვაქვს ერთპოზიციანი გაშლა. ეს ვიდეო მათთვის არის, ვისაც გიყვართ ერთპოზიციანი გაშლების ყურება. ვიდეოს ბოლომდე იმ შემთხვევაში უყურეთ თუ თქვენზე რეზონირებს ინფორმაცია, მათთვის, ვისთვისაც დღევანდელი გაშლა არ იქნება რეზონირებული, შეგიძლიათ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ, მოусმენთ და მისგან საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. არ აქვს მნიშვნელობა, როდის დავდე საიტზე, ასევე შეგიძლიათ ახალ ვიდეოს დაელოდოთ, რომელსაც უახლოეს პერიოდში აუცილებლად ჩავწერ იგივე სათავით იგივე თემაზე. და შეგიძლიათ პირადი კონსულტაციისთვის ან ტარო შემსწავლით გაკვეთილებისთვის მომწეროთ. Messenger-ში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ჩაიფიქრეთ ეს პიროვნება, შეგიძლიათ მის სახელი წარმოსთქვათ და ვნახოთ, რას გვეტყვის დღეს ტარო. რა ინფორმაციას მოგვაწვდის, რას გრძნობს ხოლმე ეს პიროვნება თქვენზე, როდესაც ფიქრობს. გავიგებთ ახლა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ პიროვნებას თქვენთან კომუნიკაცია ძალიან მოწონს, თქვენთან ურთიერთობა მისთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი არის. კიდევ შემიძლია გითხრათ, რომ თავის გრძნობებში ეს ადამიანი ნელ-ნელა ხვდება, რომ თქვენთან მიმართებაში დამოკიდებულება და შეგრძნებები, კომუნიკაციის ხარისხი უკეთესობისკენ მიდის და უფრო მეტად სერიოზულდება მისი დამოკიდებულება და შეგრძნებები, რაც თქვენ გეხებათ. ასევე აქვს მას თქვენს მიმართ გრძნობები უკვე სტაბილურ ენერგიაში. კიდევ შემიძლია გითხრათ აქ, რომ ეს ადამიანი მადლობელი არის თქვენით, შეიძლება აქ იყოს პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც საკითხში გემადლიერებოდეთ, რომ თქვენ რომ არა მას რაღაც არ გამოუვიდო და ან თქვენი დახმარების და გვერდში დგომის იმედი ძალიან დიდი აქვს ამ პიროვნებას, ძალიან გენდობათ. კიდევ აქვს ამ პიროვნებას ისეთი შეგრძნება, რომ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის მისთვის, ახლა ცხოვრებისეულად ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპს გადის თქვენი დამსახურებით და კიდევ აქ სხვათა შორის ძალიან ესეთი საკმაოდ ლამაზი სურათი არის თქვენი ისტორიის, რადგან ამ პიროვნებას თქვენს მიმართ ჩამოუყალიბდა ისეთი შეგრძნება და განცდა, რომ იმდენად ახლობელი ხართ, იმდენად სანდო ხართ, იმდენად კარგი ხართ, იმდენად საყვარელი პიროვნება ხართ, იმდენად გაფასებთ, რომ ოჯახის წევრად გთვლით ან სამომავლო პერსპექტივაში ხედავს, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან შორს წავა. და შეიძლება აქ მოვიაზროთ კიდევ ესეთი სურვილი ამ პიროვნების, რომ რაც შეიძლება მალე შედგეს თქვენს შორის უფრო მეტად სერიოზული დიალოგი. შეიძლება აქ ჰქონდეს ამ პიროვნებას უკვე რაღაც სერიოზული ჩანაფიქრი და რაღაც მნიშვნელოვან თარიღს ან დეტალს ელოდებოდეს, რომ თქვენთან მოვიდეს და გესაუბროთ. აქ უფრო მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებას ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ურჩევია ხოლმე პირადად, როდესაც გნახავთ მაშინ. SMS-ები, მიმოწერები ნამდვილად გააქვთ და ახარებს თქვენთან კომუნიკაცია, როგორც აღვნიშნე, მაგრამ თითქოს აქ პიროვნების ხასიათი გამოიკვეთა, რომ აი ახლა ამ წუთას მისი განცდები და ემოციები უკავშირდება იმ შეგრძნებას, რომ შეგხვდეთ. ამის იმედი აქვს, ამის სურვილი აქვს, რომ გნახოთ და რაღაც სასიამოვნო თემაზე, რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი თქვენთან ერთად გაარჩიოს და განიხილოს. რას გრძნობს, როდესაც ფიქრობს თქვენზე? სხვათა შორის აქ მინდა გითხრათ, რომ ამ პიროვნების ფიქრებში თქვენ ძალიან გამორჩეული პიროვნება ხართ, ძალიან განსხვავებული ადამიანი ხართ.
თქვენ ისეთი დამოკიდებულება აჩვენეთ ამ ადამიანს, რომ ხვდება, რომ მას გულს არასდროს არ ატკენთ. ეს ადამიანი გრძნობს, რომ თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელიც მის ემოციებს დიდ პატივს სცემს, უფრთხილდება. და ხვდება ესეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების წინაშე მიდის ეს პიროვნება, რომ თქვენს იქით სხვა პიროვნება ამ ადამიანს თითქოს კომუნიკაციისთვის აღარც სჭირდება. აქ შეიძლება ესეთი მომენტი იყოს, რომ ძალიან დიდ დროს ატარებდეთ ერთად, გამუდმებით მიმოწერებში იყოთ და ხვდებოდეთ თქვენც, რომ ამ პიროვნებამ სტაბილური ურთიერთობისთვის თქვენ აგირჩიათ. გრძნობს, რომ თქვენ ის პიროვნება ხართ, ვინც სურდა ყოველთვის, როგორი ადამიანიც სურდა, თქვენ ხართ მის თვალში ყველაზე ლამაზი და ესეთი ემოციური ადამიანი, რომელიც მისთვის ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს. ამას გიფასებთ ძალიან. რას გრძნობს, როდესაც ფიქრობს თქვენზე. სხვათა შორის აქ მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიულ ურთიერთობაში გხედავთ ახლა, ამ პიროვნებას ხანდახან აქვს ხოლმე ქვეცნობიერული შიში, აი ესეთი, რომ თქვენს ურთიერთობაში არ გაჩნდეს ბზარი, რომ თქვენს ურთიერთობას რაიმე საფრთხე არ მიადგეს, თითქოს ჯერ არაფერი არ ხდება ესეთი, რომ დასაცავი იყოს ეს თქვენი კავშირი, მაგრამ წინასწარ ყველაფერი აქვს მოფიქრებული, როგორ გაუფრთხილდება, როგორ დაიცავს ამ ურთიერთობას სხვა ადამიანებისგან, ან მოშურნე პიროვნებებისგან. ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი რიგზე არის ურთიერთობაში და იცის, რომ სანდო ხართ, გულს არ ატკენთ, მაინც აქვს ხოლმე ესეთი შინაგანი განცდა და შიშები, ფობიები, რომ შეიძლება თქვენი კავშირი მოულოდნელად გაფუჭდეს ან მოულოდნელად დამთავრდეს და ეს ყველაზე მეტად აშინებს მას. თქვენი დაკარგვის შიში არის აქ. ამ ჰარმონიის, ამ ურთიერთგაგების, ამ სიყვარულის დაკარგვის შიში აქვს ამ პიროვნებას. თითქოს აი აქ ენერგეტიკულად მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი ჩქარობს, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაც სხვა ეტაპზე გადაიყვანოს, უფრო წინ წახვიდეთ, ან უფრო კონკრეტული სიტყვებით რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები გაგიზიაროთ, რომ თითქოს ჩქარობს, რომ რამე ზიანი არ მიადგეს თქვენს კავშირს. რაღაცა ეჩქარება. შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში აქ იყოს ხელის თხოვნა, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში აქ იყოს გამჟღავნება, რომ უყვარხართ. ყოველ შემთხვევაში აქ ფიქრობს ადამიანი, რომ სტაბილურ ურთიერთობაში შემოვა თქვენთან, თუ ახლა ოფიციალურად ჯერ ერთად არ ხართ, ამ ადამიანის გრძნობებში არის, რომ თქვენს იქით სხვა ადამიანი აღარ სურს, თქვენთან კომუნიკაცია სრულად აკმაყოფილებს, თქვენ ხართ მისი მეგობარიც, ოჯახის წევრიც, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელთანაც თავს ყველაზე ლაღად და ბუნებრივად გრძნობს და გენდობათ და სხვათა შორის აი აქ იმის განცდა აქვს, რომ ეს ურთიერთობა სულ ასე გაგრძელდეს, ეს წამი და წუთი სულ ასე გაგრძელდეს და არ დამთავრდეს ეს ბედნიერი მომენტები, რასაც ახლა თქვენს მიმართ განიცდის. ამ ყველაფრის შენარჩუნებაზე არის ორიენტირებული და ქვეცნობიერულად გრძნობები აქვს ხოლმე, რომ აი ახლა რომ ისე ძალიან კარგად ვართ და გვესმის ერთმანეთის, რამე არ გააბუჭოს, რამე ხელი არ შეგვიშალოს, არაფერი საფრთხე არ მიადგეს ჩვენს ურთიერთობას. აი ცოტა უსაფუძვლო შიშები თან სდევს ურთიერთობაში, ცოტა ეს შინაგანი განგაში აქვს ხოლმე დანარჩენი მისი მხრიდან, თქვენი მისამართით არის ძალიან დადებითი ჰარმონიული ემოციები. და ეს ადამიანი სხვათა შორის ძალიან სტაბილური პარტნიორი იქნება თქვენთვის და მოდის აქ ესეთი ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებას ემეტება თქვენთვის ყველაფერი, რაც მას გააჩნია და რაც ამ ეტაპზე
მისთვის მაქსიმუმი არის, ხო? მე თითქოს რაღაცას რომ ქმნის, ან აკეთებს, ან შრომობს, ან რაღაც დეტალს წარმატებას მიაღწევს, ყველაფერს თქვენთვის აკეთებს და თან იმის სურვილი აქვს ხოლმე, რომ დროზე განთავისუფლდეს რაღაც საქმისგან, რომ ჩქარა აიღოს ტელეფონი, დაგირეკოთ, ან მოგწეროთ, რომ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი ან გამოუვიდა, ან წარმატებას მიაღწია და სულ უნდა ხოლმე, რომ თავის მიღწევებია თუ თავის სასიხარულო დეტალებია თუ დღის წესრიგი თქვენთან განიხილოს, გაგიზიაროთ და თითქოს აი ისეთ ენერგიებში არის ხოლმე, რომ ოდესაც ფიქრობს, ერთი სული აქვს ხოლმე, რომ თავისი გრძნობები და შეგრძნებები თქვენს მიღმა, რაც მას ახარებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს, ეს ყველაფერი თქვენ გაგიზიაროთ, იმიტომ რომ თქვენს გარეშე თითქოს მის ესეთ სიხარულს აზრი არ აქვს, სულ უნდა ხოლმე, რომ თქვენ მისი ბედნიერების თუ რაღაც ემოციის გამზიარებელი იყოთ. ანუ აქ ძალიან სერიოზული, სტაბილური, ჯანსაღი, კარგი შეგრძნებები და გრძნობები არის პარტნიორის მხრიდან თქვენი მისამართით. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას. მომავალ შეხვედრამდე.